მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. ეს არის მეორე საინფორმაციო შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოპოვებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი შეხვედრა ჩაიწერება და შეხვედრის ჩანაწერი აიტვირთება ფინედუს YouTube არხზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეხვედრის ჩანაწერის ნახვა. დღევანდელ დღის წესრიგს გაგაცნობთ მოკლედ და შემდგომ მეც გაგეცნობით. დღეს ვისაუბრებთ ჯილდოს პირობებზე, წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ ჯილდოს პირობებზე, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ და რადგან უკვე 15 ივნისიდან 15 მაისიდან უბრალოდ დაიწყო განაცხადების მიღება, დეტალურად გავივლით ამ განაცხადის შევსების დეტალებს, როგორ უნდა შევასვათ, სად გამოვაგზავნოთ და რა თქმა უნდა გვექნება კითხვა-პასუხი, რაღაც ბოლოს არის დათმობილი დრო კითხვა-პასუხისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს არ შეგიძლიათ დასვათ კითხვა, შეგიძლიათ კითხვები მოიწეროთ ჩატში პრეზენტაციის მსვლელობის დროსაც და ასევე ჩართოთ მიკროფონი და პირდაპირ დასვათ თქვენი შეკითხვა, ან ქვემოთ ჩატში ემოჯების დახმარებით აიწიოთ ხელი და ისე დასვათ შეკითხვა. მოკლედ, ეს შეხვედრა იმისთვის არის, რომ რაღაც საკითხები თუ გაინტერესებთ და მეტის გაგება გინდათ, ამისთვის დასვათ კითხვები და გავიაროთ. მე გახლავართ თინეთინ გუჯაბიძე, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი, იგივე გუნდის წევრი და მოკლედ დღეს მივიქნები თქვენთან ამ შეხვედრაზე. კარგით, რომ დავიწყოთ, საერთოდ რატომ გაჩნდა ამ კონკურსის იდეა. მთავარი იდეა არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ხელი შეუწყოთ სკოლებში ფინანსური განათლების სწავლების გაძლიერებას და პირველ რიგში ის, რომ გაეზარდოთ მასწავლებლებსაც მოტივაცია, რომ ასწავლონ ეს საკითხები სკოლაში, მაგრამ ასწავლონ ინოვაციური და ინტერაქტიული სასწავლო მეთოდებით, რადგან ბავშვებისთვისაც საინტერესო იყოს და უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი ამაში და რა თქმა უნდა, ამით ხელი შეეწყობა საბოლოო ჯამში როგორც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ასევე მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას. კონკურსის პირობები გამოქვეყნდა გასული წლის 2025 წლის 9 სექტემბერს და შეგიძლიათ ამ QR-ის დასკანირებით ნახოთ, ან პირდაპირ შემოხვიდეთ ფინენდოზე და ღონისძიებებში იპოვეთ და დღეს უბრალოდ ახლა მოკლედ მიმოვიხილავთ მაინც რას გულისხმობს ეს კონკურსი და მე უფრო დეტალურად გავიაროთ, როგორ ვავსებთ განაცხადს და სად ვაგზავნით. მოკლედ, პირველ რიგში კონკურსი გულისხმობს, რომ 5 ფინალისტი მასწავლებელი უნდა გამოვლინდეს და აქედან იქ დასახელდება ერთი გამარჯვებული მასწავლებელი, რომელიც პრიზად მიიღებს 5000 ლარს ბაზის ბანკისგან. ბაზის ბანკი არის ამ ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რა თქმა უნდა გახდება ჯილდოს ტიტულის მფლობელი. მოკლედ, ახლა როგორ მიდის პროცესი და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება. ჩვენ არ ვსხუტავთ მოკლედ საგანს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ასწავლის, ყველა მასწავლებელს შეუძლია, რომ შეავსოს განაცხადი და გამოაგზავნოს და იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ჯილდოში, რა თქმა უნდა ასწავლდეს ფინანსური განათლების საკითხებს რომელიმე საგანში ან ცალკე რაღაც თქვა კლუბის სახით ან პროექტის სახით ან ინტეგრირებულად თავის საგანში ამ სწავლების დროს იყენებდეს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს, აქტიურ სწავლების მეთოდებს და ეს აქტივობები მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე, მათი სწორი ფინანსური უნარჩვევების გამომუშავებაზე და ასევე ხელს უნდა უწყობდეს ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სასკოლო საზოგადოებაში, ანუ სხვა მასწავლებლებში, ადმინისტრაციაში, მოსწავლეებში თუ მშობლებში. და საბოლოო ჯამში უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელზეც მეორე ნაწილში ვისაუბრებთ და თან დავურთოთ ამ აქტივობების განხორციელებების დამადასტურებელი მასალა. რას გულისხმობთ ფინანსური განათლების აქტივობებში, ანუ რისი ჩატარება შეგეძლოთ მთელი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში. ეს არის ნებისმიერი პროექტი, გაკვეთილი, კონკურსი, თამაში, სიმულაცია, კლუბი, ვიდეო, ვებგვერდი, სასწავლო რესურსი თუ ასე შემდეგ, რომელიც ხელს უწყობს როგორც ფინანსური ცოდნის ამაღლებას, ასევე მოსწავლეებში სწორი ფინანსური უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და შეძლების დაგვარად ზოგადად სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
და რის მიხედვით შეფასდება აპლიკანტი, ვინც გამოაგზავნის ამ განაცხადს. პირველი კრიტერიუმი არის სწავლების მოსალოდნელი გავლენა, რაშიც იგულისხმება ის, თუ რამდენად უწყობს ხელს აქტივობა მოსწავლეებში სწორი ფინანსური უნარჩვევების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. მეორე არის სწავლებისას გამოყენებული მეთოდები, ანუ რამდენად ინტერაქტიული, შემოქმედებითი და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს მასწავლებელი. მესამე არის საომავლო პერსპექტივა, ანუ რამდენად მდგრადი და განგრძობადი არის აქტივობა, ანუ რამდენად შეიძლება რომ ეს დაინერგოს სკოლაში და პერიოდულად ხორციელდებოდეს, ანუ არა ერთჯერადი ხასიათი ქონდეს, არამედ გარკვეული პერიოდის მანძილზე ან განმეორებადი პროექტი რომ იყოს. მასშტაბურობა და გავლენა აქ უკვე იგულისხმება რამდენად გავრცელდა ეს აქტივობები ან რესურსები სხვა მასწავლებლებთან ან სკოლებში, ან შეიძლება არ გავრცელდა, მაგრამ იმდენად კარგად არის აღწერილი თითოეული აქტივობა და რესურსი, რომ თავისუფლად შეუძლია სხვა მასწავლებელს რომ აიღოს და გამოიყენოს და ანუ აქვს მოკლედ გავრცელების პერსპექტივა. და მეხუთე არის წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარისხი, ანუ რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი აღწერილი და ჩამოყალიბებული, განაცხადის ყველა პუნქტი რამდენად დეტალურად არის შევსებული, რამდენად დაცულია სიტყვების რაოდენობა და რამდენად კარგად ჩანს ის ყველაფერი, რასაც თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდით. მოკლედ ეს არის ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ჟიური გამოავლენს ჯერ 5 ფინალისტს და შემდეგ ერთ გამარჯვებულ მასწავლებელს, ანუ ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს. და ეხლა როგორ გვაქვს მოკლედ ვადები? იცით რომ კონკურსი გამოქვეყნდა 2025 წლის 9 სექტემბერს, ანუ სასწავლო წლის დაწყებამდე, რათა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გქონოდათ ამ აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა და პირობებშივე იყო მოცემული აი ამ საკონკურსო განაცხადის შინაარსი, ანუ რა ინფორმაციის შევსება მოგიწევდათ, რომ შემდეგ აქტივობების განხორციელების დროს ეს გქონოდათ თვალთახედვაში, რათა იმის შემდეგ შეგევსოთ, როდესაც დაიწყებოდა განაცხადების გამოქვეყნება. განაცხადების გამოგზავნა უпростоრად. მოკლედ აქტივობების ჩატარება შეგეძლოთ 15 სექტემბრიდან, შეგიძლიათ სასწავლო წლის ბოლომდე, ეხლაც 15 ივნისის ჩათვლით და საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო უკვე 15 მაისიდან და 15 ივნისის ჩათვლით შეგეძლებათ განაცხადების გამოგზავნა, ანუ 15 ივნისის 23 საათსა და 59 წუთის ჩათვლით, ანუ 16 ივნისს უკვე აღარ მიიღება ეს განაცხადები. 1 სექტემბერს 2026 წლის გამოვლინება 5 ფინალისტი, ხოლო 9 სექტემბერს უკვე დასახელდება ერთი გამარჯვებული ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი. ეხლა მოდი ვნახოთ უშუალოდ განაცხადი, ხო, პირობებთან დაკავშირებით ხო არ გაქვთ შეკითხვა, სანამ განაცხადის შინაარსზე გადავიდოდეთ და დეტალურად გავივლიდეთ. კარგით, მე მგონი არ არის შეკითხვები, მაშინ ახლა გავიაროთ, რას ვავსებთ განაცხადში და პირველ რიგში ალბათ სად ვიპოვოთ განაცხადი. მოკლედ, განაცხადი, ერთ წამი დავაბრუნო პრეზენტაცია. რას ვაკეთებთ, რომ შევავსოთ განაცხადი და ეს თქვენი შრომა ყველაფერი აღწეროთ? ჩვენს ვებგვერდზე finedu.gov.gz როგორც კი შემოხვალთ, მაშინვე გამოჩნდება საკონკურსო განაცხადის გაგზავნა. პრინციპში შემიძლია რომ მთლიანი ეკრანი გაგიზიაროთ, რადგან უფრო კარგად ნახოთ ეს ყველაფერი. ახლა ეს ზიარდება ერთი წამით. აი ეს. მოკლედ, როგორც კი შემოხვალთ finedu.gov.gz-ზე, პირველივე გვერდზე, აი სლაიდერზე, ეს პირველზე ნახავთ საკონკურსო განაცხადის გაგზავნას. და აქ უკვე, როგორც კი ჩამოსკროლავთ, დაინახავთ ჩამოსატვირთ ფორმას, აი განაცხადის ფორმა არის აქ. დააჭერთ, გადმოტვირთავთ, მე უკვე გადმოტვირთული მაქვს. გახსნით განაცხადის ფორმას და შემდეგ უკვე შეავსებთ და 15 ივნისის ჩათვლით უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.gz 15 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ საკონკურსო განაცხადი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო და დაელოდეთ მიღების დასტურს 2 სამუშაო დღის განმავლობაში. ანუ გამოგზავნისას არ მოხდება შეფასება, რამდენად აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, ამიტომ თქვენ მიაქციეთ კონკურსის პირობებს ყურადღება, უბრალოდ განაცხადს რო გამოგზავნით, იქიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ დასტურს, რომ თქვენი განაცხადი გამოგზავნილია.
მოკლედ, განაცხადის გამოგზავნისთვის პირდაპირ პოულობთ აქ ფინედუს სლაიდერზე საკონკურსო განაცხადის გაგზავნას, გადმოვწერთ ფორმას, ავსებთ დეტალურად, რაც არის მოცემული, აგზავნით info@finedu.gov.ზე, წერილი სათაურად უთითებთ საკონკურსო განაცხადი, ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო და ელოდებით განაცხადის მიღების დასტურს 2 სამუშაო დღის განმავლობაში. ეხლა ვნახოთ მოკლედ რა არის განაცხადში და რას უნდა აკმაყოფილებდეს. მანამდე შემოვიხედავ კითხვები ხო არ არის, ან ვინმე ხო არ გვიერთდება. პირველ რიგში განაცხადი უნდა იყოს აუცილებლად ქართულ ენაზე შევსებული და მასალებიც ქართულ ენაზე უნდა გქონდეთ წარმოდგენილი. და ეხლა რა გვაქვს განაცხადში, ესე რომ წარმოვიდგინოთ, 3 ნაწილისგან შედგება. ეხლა იმედია მთელ ეკრანზე განაცხადი ჩანს. პირველი არის, აი რომ გადმოტვირთავთ Word-ის ფორმატს, ეს განაცხადი ჩამოიტვირთება და თქვენც რო შეავსებთ, არ გადაიყვანოთ PDF-ში, არამედ პირდაპირ Word-ის ფორმატით გამოიგზავნეთ. მოკლედ, პირველ რიგში ავსებთ კონკურსანტის შესახებ ინფორმაციას, მასწავლებლის სახელი და გვარი, საგანი, რომელსაც ასწავლეთ, ან პოზიცია, რომელიც სკოლაში გიკავიათ, ტელეფონის ნომერს უთითებთ, თქვენ საკონტაქტო ნომერს, ელექტრონული პოსტის მისამართს, სადაც მოხდება თქვენთვის დასტურის გამოგზავნა და ზოგადად ელექტრონულ პოსტაზე გაგრძელდება კომუნიკაცია, შემდეგ, როდესაც გამოვლინდებიან, თქვათ, ფინალისტები და გამარჯვებულიც. მიუთითოთ სკოლის სრული დასახელება, როგორც არის და სკოლის ფაქტობრივი მისამართი, ანუ რომელ ქალაქში, დაბაში თუ სოფელში მდებარეობს სკოლა და სადაც არსებობს ქუჩა, საფოსტო კოდი და ნომერი ქუჩის. ეს არის მოკლედ ზოგადი პერსონალური ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ გვიწერია კონკურსის პირობებში, რომ ამას ვაგროვებთ იმისთვის, რომ მოხდეს განაცხადის დამუშავება. და შემდეგ უკვე ავსებთ აქტივობების ნაწილს. მოკლედ, 2 ნაწილია. პირველი არის ინფორმაცია განხორციელებული ფინანსური განათლების აქტივობის შესახებ და მეორე არის ინფორმაცია შექმნილი სასწავლო რესურსის შესახებ. ანუ გარდა იმისა, რომ აქტივობებს ატარებდეთ, შეიძლება თქვენ თვითონ შექმნათ რაღაც დამოუკიდებელი სასწავლო რესურსი, რომელიც შეიძლება აქტივობის ფარგლებშიც გამოიყენოთ, ან ისე ცალკეც გავრცელდა, მაგალითად, რაღაც თამაში შექმნით, ან ბროშურა შექმნით, ან ვიდეოების შექმნით და იმას მოკლედ ცალკე აღწერთ როგორც რესურსში. ეხლა რას უთითებთ აქტივობაში? მოკლედ პირველი გრაფა არის აქტივობის სახელი და აღწერა და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიტყვების რაოდენობას, მინიმუმ 200, მაქსიმუმ 800 სიტყვა უნდა იყოს აღწერაში და ანუ რა განახორციელეთ, მოცემული უნდა იყოს დეტალურად, მათ შორის უნდა გეწეროთ რა მიზანი აქვს აქტივობას, რა შედეგების მიღწევა დაისახეთ მიზნად, როგორ მიმდინარეობდა აქტივობა, ანუ მთლიანი მსვლელობა რა და როგორ გაკეთდა, მაგალითად მასწავლებელი რას აკეთებდა, მოსწავლე რას აკეთებდა, რა მეთოდები გამოიყენეთ და ამ მეთოდის დეტალური აღწერა, რა რესურსები გამოიყენეთ. აქ შეგიძლიათ უკვე არსებული რესურსებიც გამოიყენოთ, ანუ მათ შორის ფინედუს რესურსები, რომელიც უამრავი არის ატვირთული ფინედუზე, ასევე შეიძლება გქონდეთ თქვენს მიერ შექმნილი რესურსები. მოკლედ, რა დრო დასჭირდა თითოეულ ნაწილს და ასე შემდეგ. ისე უნდა წარმოაჩინოთ ეს აქტივობა, რომ ყველა გაიგოს, როგორ შეიძლება ამ აქტივობის გაკეთება, რადგან ერთ-ერთი კრიტერიუმი არის, რომ სხვასაც შეეძლოს ამის გამოყენება. მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ მეტი და მეტი რესურსიც შეიქმნას. ერთ-ერთი მიზანი ესეც არის ამ კონკურსის. მერე წერთ უკვე აქტივობის ხანგრძლივობას და პერიოდულობას, ანუ რა პერიოდში განხორციელდა აქტივობა, ერთჯერადი იყო თუ განმეორებადი, თუ განმეორებადი იყო რა სიხშირით ტარდებოდა, მაგალითად რაღაცა ფინანსური განათლების გაკვეთილებია და ყოველ კვირაში თითო 45 წუთიანი გაკვეთილი, 10 კვირის განმავლობაში სიტყვაზე ესე აღწერთ. შემდეგ უკვე ჩამოთვლით იმ საკითხებს, რომელიც გათვალისწინებული იყო აქტივობაში. კონკრეტული ფინანსური განათლების საკითხები, ანუ რა საკითხები დაიფარა ამ აქტივობით. დაზოგვა, ბიუჯეტირება, სესხება, მომხმარებლის უფლებები, რომლებიც იყო ჩართული ამ აქტივობაში, ესე ვთქვათ. მერე მიუთითებთ ჯამურ რაოდენობას მოსწავლეების, რომლებიც ამ აქტივობაში ჩაერთვენ, კლასები, სადაც ჩატარდა აქტივობა, ან საფეხური, შეიძლება რაღაც მთელი საფეხურისთვის განკუთვნილი აქტივობა იყოს, შეიძლება რომელიმე კონკრეტული კლასისთვის, შეიძლება მე-7 მე-8-ისთვის გააკეთეთ, ან ისეთი პროექტი იყო, რომ საბაზოსთვისაც და საშუალოსთვისაც გამოვიდა, მოკლედ დეტალურად მიუთითებთ, რომელი საფეხურისთვის იყო, იმიტომ რომ შესაბამისი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ეს პროგრამაც. შემდეგ უკვე
თუ კი გააზიარეთ ეს თქვენი აქტივობის შესახებ ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებაში, მაგალითად მშობლებს გაუზიარეთ, დირექციას გაუზიარეთ, სხვა კოლეგებს გაუზიარეთ. მოკლედ აქ აღწერთ, როგორ გაუზიარეთ და რა შედეგი დადო, ანუ რამდენ მასწავლებელს მიწვდით, რამდენ მოსწავლეს მიწვდით დამატებით, ესე ვთქვათ, ამ ინფორმაციას ჩაწერთ და შემდეგ უკვე წერთ აქტივობის შეფასებას, შედეგებსა და მიგნებას, ანუ თქვენი დასკვნა, ესე ვთქვათ, და მიგნებები, რომლებიც გამოიკვეთა აქტივობის ჩატარების შემდეგ, ანუ როგორ ჩაიარა, ესე ვთქვათ, აქტივობამ, რა შედეგი ჰქონდა, თქვენ აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ, რა მიგნება ჰქონდათ, ან მოსწავლეებს რა უკავშირი ჰქონდათ და ეს ყველაფერი მინიმუმ 200, მაქსიმუმ 500 სიტყვით აღწეროთ. ეხლა რაც შეეხება, ეს არის მოკლედ მთლიანად აქტივობების აღწერა, ჩატარებული აქტივობის აღწერა ამ გრაფების მიხედვით და ახლა რაც შეეხება ამ აქტივობის დამადასტურებელ მასალას, ანუ მაგალითად აქტივობა რა ჩაატარეთ და შესაბამისი ფოტო არსებობს, ვიდეო არსებობს, პოსტი არსებობს, სტატია, ან ასე შემდეგ, ან შეიძლება მოსწავლეებს რაღაც დავალებები აკეთებინათ, ეს მასალები არ უნდა გამოგვიგზავნოთ, ანუ ფოტოები ან ვიდეოები, არამედ ატვირთოთ რომელიმე პლატფორმაზე, მაგალითად Drive Google.com-ზე, ღია წვდომა გქონდეს, რომ აი ლინკს რო გამოგვიგზავნით, ჩვენ გადავიდეთ და ვნახოთ და ამ აქ მოკლედ ამ ფორმაში უნდა მივთითოთ ბმული. მოკლედ თუ გინდათ რომ გამოგვიგზავნოთ ვიდეო, ფოტო, რავი, მოსწავლეთა უკავშირები იქნება თუ აი ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს აქტივობა განხორციელდა, უნდა გქონდეთ ატვირთული რომელიმე ფაილების გასაზიარებელ პლატფორმაზე, ერთ-ერთი არის მაგალითად Drive Google.com-ი და ღია წვდომა გქონდეს და ამ ფორმაში პირდაპირ ამ რესურსების ბმული მივთითოთ. თავისთავად თუ რაღაც Facebook ჯგუფი გაქვთ და იქ აზიარებთ ინფორმაციას, მაშინ არაფერს არ ტვირთავთ, ხო? პირდაპირ იმ ჯგუფის ბმულს ან იმ პოსტის ბმულს გამოგვიგზავნით, მაგრამ სადაც ბმული არ არის, ან მაგალითად სტატია დაწერეთ თქვენი აქტივობების შესახებ, პირდაპირ სტატიის ბმულს ჩააგდებთ, მაგრამ სადაც ესეთი ბმული არ არის და უბრალოდ თქვენ აგროვებთ ამ ფოტოებს თუ ვიდეოებს თუ სხვა ტიპის დამადასტურებელ მასალას, ეს მასალები Drive-ზე ატვირთეთ და ბმული გაგვიზიარეთ. ანუ ისეთ პლატფორმაზე არ ატვირთოთ, რომელსაც მაგალითად WeTransfer-ს შეზღუდული ვადა აქვს და ამის მერე იშლება. ისეთ პლატფორმაზე ატვირთეთ, სადაც არ იშლება და ერთ-ერთი არის Drive Google.com-ი. კიდევ ერთი რაც ამ დამადასტურებელ მასალას ეხება არის ის, რომ არ უნდა მოიცავდეს იდენტიფიცირებად ფოტო, ვიდეო მასალას, ანუ არ უნდა ჩანდნენ მოსწავლეები, ან თუ ჩანან მოსწავლეები, მაშინ სახე უნდა იყოს დაფარული, ანუ იდენტიფიცირებადი არ უნდა იყოს. ეს ეხება იმ მასალას, რასაც Drive-ზე ტვირთავთ და მერე ბმულს გვიზიარებს. თავისთავად თქვენ თუ რაღაც Facebook-ზე გქონდათ ეს თავის დროზე გაზიარებული, იქ და თქვენი და საჯაროა ეს პოსტი ისედაც და ცალკე ჩამოტვირთულ სურათად არ გვიგზავნით, ესე ვთქვათ, აქ რა თქმა უნდა შეიძლება ჩანდეს მოსწავლეების სახელები, მაგრამ რასაც Drive-ზე ატვირთავთ, სახეები უпростоრად, რასაც Drive-ზე ატვირთავთ, მან არ უნდა იყოს არც მოსწავლეების სახელი და გვარები, არ უნდა იყოს ფოტოები, სადაც იდენტიფიცირება შეიძლება და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ უკვე გადაღებული ფოტოები გაქვთ, შეგიძლიათ დაფაროთ სახეები, ეს თავიდანვე ნათქვამი იყო კონკურსის პირობებშიც და პირველ საინფორმაციო შეხვედრაზეც და თუ ისე გაქვთ გადაღებული, რომ ზურგიდან ჩანა და იდენტიფიცირება არ შეუძლებელია, მაშინ შეგიძლიათ, რომ ესეთი ფოტოები ატვირთოთ Drive-ზე და ჩაგვიგდოთ ბმული. მოკლედ, ჩვენ არაფერ ვიდეოს და ფოტოს ცალკე არ გვიგზავნით, არამედ ამ მასალაში უთითებთ ბმულს. ეს არის მოკლედ როგორც აღწერთ აქტივობას და კიდევ ერთი, თუ მაგალითად რამდენიმე ტიპის სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, შეგიძლიათ აი ეს ცხრილი ესე მოაკოპიროთ, ანუ ასლი გააკეთოთ copy, ქვეშ ჩასვათ და დააწეროთ უკვე აქტივობა 2, აი paste-ით ჩასვამთ, აი ამ ცხრილის ქვეშ. გააკეთოთ paste-ი. დააწეროთ უკვე აქტივობა 2, ხო, ჩასვათ ისევ ცხრილის სახით, ეხლა გამიქრო. მაგრამ მოკლედ ისევ ცხრილის სახით ჩასვამთ. აი ესე. ჩასვა. დააწერთ უკვე აქტივობა 2-ს.
და აქ აღწერთ მეორე აქტივობას. ანუ თუ ფინანსური განათლების გაკვეთილები ტარდებოდა, ეს რა თქმა უნდა რაღაც ერთი ტიპის აქტივობაა, ამიტომ ამას ერთ ცხრილში აღწერთ და უბრალოდ მიუთითებთ ხანგრძლივობას, მაგრამ თუ მაგალითად ფინანსური განათლების გაკვეთილებსაც ატარებდით და ცალკე რაღაცა სხვა რამე დაგეგმეთ, მაგალითად ღონისძიება ან კონკურსი ან რაღაცა სხვა ტიპის აქტივობა და ამის აღწერაც გინდათ, ცალკე დააკოპირებთ ამ ცხრილს და როგორც აქტივობა 2 ისე აღწერთ. ეხლა ცოტა ხანი მე შევწყვეტ საუბარს და თქვენ ხო არ გაქვთ შეკითხვები, სანამ უშუალოდ რესურსების აღწერის ცხრილზე გადავალ. კარგით, გავაგრძელოთ ქვევით კიდევ რა გვხდება განაცხადში. მოკლედ ეს იყო აქტივობების აღწერის გრაფა. ეხლა ქვემოთ ჩამოვდივართ ინფორმაცია შექმნილი სასწავლო რესურსის შესახებ. აქ უკვე თუ რაიმე რესურსის შექმენით თქვენ თვითონ, იმიტომ რომ აქტივობებში შეგეძლოთ ფინედუს ან ნებისმიერი სხვა ფინანსური განათლების რესურსების გამოყენება, აქ უკვე უთითებთ ისეთ რესურსებს, რომლებიც თქვენ თვითონ შექმენით. მაგალითად, რაღაცა აქტივობა გქონდათ და იმის ფარგლებში შექმენით თამაში, რაღაც აქტივობა გქონდათ და მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო, ანუ რომელიც უკვე თავისთავად ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს. მაგალითად, არის რაღაც საინფორმაციო ბროშურა, საინფორმაციო ვიდეო, ან თქვენი გაკეთებული თამაში, რომელიც დამოუკიდებლადაც შეიძლება გამოიყენოთ როგორც რესურსი და რომელიც ემსახურება ფინანსური განათლების ამაღლებას. მოკლედ, დაწერთ რა ტიპის რესურსია, გაკვეთილის გეგმა, ბროშურა, თამაშია, ვიდეოა თუ ვებგვერდი არის. დაწერთ როგორ გავრცელდა ეს რესურსი, რამდენ მოსწავლეს მიწვდა, მაგალითად, რავი, მეილებით გაუგზავნე ყველა მასწავლებელს, რომ გაეზიარებინათ თავიანთ კლასებში და რესურსი მიწვდა 200 მოსწავლეს ამის მიხედვით. და შემდეგ უკვე აქ მიგვითითებთ რესურსის ბმულს. ანუ როგორც დამადასტურებელი მასალების შემთხვევაში, ასევე შექმნილი რესურსების შემთხვევაშიც ამ რესურსს არ გვიგზავნით დანართად, არ გვიგზავნით ფაილად, არამედ თქვენ თვითონ ტვირთავთ დრაივზე ან ნებისმიერ ფაილების გასაზიარებელ პლატფორმაზე და ჩვენ გვიზიარებთ ბმულს. ოღონდ ცდომა გახსნილი გქონდეთ, რომ ბმულზე რო გადმოვალთ, ეს რესურსი ვნახოთ. თუ ისეთი რესურსია, რაც დრაივზე ატვირთვას არ საჭიროებს, მაგალითად, თამაში არის ონლაინ და პირდაპირ ბმულით შეხვალთ, თავისთავად მიუთითეთ ბმულს. ან უკვე არსებობს სადღაც ონლაინ ატვირთული თქვენ მიერ შექმნილი ბროშურა, აქაც ჩასვამთ იმის ბმულს. მოკლედ, რასაც ბმული არ აქვს და გაქვთ მაგალითად PDF-ის სახით ან ვიდეოს სახით, მაშინ ამას ატვირთავთ დრაივზე და ჩაგვიგდებთ ბმულს. მოკლედ, თქვენ ჩვენთან აგზავნით მარტო ამ განაცხადს, არ აგზავნით დამატებით ფაილებს და განაცხადში უთითებთ რაიმე დამატებითი ფაილი თუ გაქვთ ამ ფაილების ბმულს და წინასწარ ტვირთავთ მოკლედ პლატფორმაზე. სხვა რაც დამატებით ამ განაცხადში შეგხვდებათ არის ის, რომ დამატებით რაიმე ინფორმაცია თუ გინდათ ან მის რეკომენდაცია, შეგიძლიათ რომ აქ ჩაწეროთ და ბოლოს არის ერთი კითხვა, რაღაცა ის შემაჯამებელი, რატომ უნდა დასახელდეთ თქვენ ჯილდოს მფლობელად, ანუ რა გამოარჩევს თქვენ საქმიანობას, რომ კიდევ უფრო ხაზი გაუსვათ თქვენს მიერ აღწერილ აქტივობებს ან თქვენ მიერ აღწერილ რესურსებს და მოკლედ გამოგვიგზავნოთ სრულად შევსებული განაცხადი 15 ივნისის ჩათვლით. კიდევ რაც უნდა გქონდეთ განაცხადში, ამას აღარ დავასეივებ და ისო პრეზენტაციას დაუბრუნდები, რომ მეც არ გამომრჩეს. ხო, აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შევსებული. თუ რესურსები გაქვთ შექმნილი, ესეც ქართულ ენაზე უნდა იყოს. თუ ინგლისურის მასწავლებლები მიიღებთ მონაწილეობას, თავისთავად თქვენი რესურსები, რადგან გაკვეთილის ფარგლებში არის ინტეგრირებული, შეიძლება იყოს ინგლისურ ენაზე, მაგრამ თან უნდა ახდეს თარგმანი, ანუ ყველამ უნდა შეძლოს მისი ნახვა და გაგება. აუცილებლად დაიცავით ის სიტყვების რაოდენობა, რაც ფორმაში გაქვთ მოცემული. კიდევ რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები ან მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში შექმნილი რესურსები უნდა მიუთითოთ ამ ფორმაში. წინასწარ უნდა ავტვირთოთ ეს მასალები და დამადასტურებელი მასალები და რესურსები Google Drive-ზე, ეს უკვე გითხარით და კონკურსის პირობების მიხედვით, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ტენდენციური, კომერციული, დისკრიმინაციული ან შეურაცხყოფელი და არ ღვევდეს, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს და დაცული უნდა იყოს მოკლედ საავტორო უფლებები და სადაც იქნება ფოტოები და ვიდეოები, არ უნდა მოიცავდეს იდენტიფიცირებად მასალას ფიზიკური პირების, მათ შორის მოსწავლეების
მოსწავლეებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა ჩანდეს მოსწავლეების სახეები, დაფარული იყოს, ან ზურგიდან იყოს გადაღებული, მოკლედ არაიდენტიფიცირებადი ფოტოები იყოს და თუ რაღაც შესრულებული დავალებები ან უკავშირები იქნება, ან არ ვიცი, თუ სადმე დაგჭირდათ მოსწავლეების სახელები და გვარების გამოყენება, ესეც არ უნდა გამოგვიგზავნოთ და უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაშიფრული ან წაშლილი, რომ ვერ მოხდეს მოსწავლის იდენტიფიცირება. რაც შეეხება მასალებს, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ამ მასალებზე და თქვენს აქტივობებზე საკუთრების უფლებას გადმოგცემთ ეროვნულ ბანკს და ეროვნული ბანკის განათლების პლატფორმა FINEDUS. შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალები თუ რესურსები შესაძლებელია რომ გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკისა და FINEDUS ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში და გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა, მითითებული იქნებით თქვენ როგორც ავტორი, თქვენი სკოლა და უბრალოდ სხვებსაც შეიძლება გამოყენება. მოკლედ რესურსის აქ გამოგზავნით, თქვენ გვაძლევთ ამაზე საკუთრების უფლებას და საჯაროდ გაზიარდება კიდეც. წინა კონკურსების გამოცდილებით, მაგალითად, იტვირთებოდა ხოლმე ფინალში გადასული კონკურსანტების ნაშრომები და შემდეგ ეს ქმნიდა ბაზასაც სხვა მასწავლებლებისთვის, რომ მათ გამოიყენონ არა მარტო FINEDUS მიერ შექმნილი, არამედ თქვენი კოლეგების მიერ შექმნილი რესურსებიც. მოკლედ ეს არის, რაც დაგჭირდებათ მნიშვნელოვანი მასალა არის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ფინანსური განათლების საკითხებს, განხორციელების პრინციპებს ფინანსური განათლების პროგრამების და FINEDUS ვებგვერდი მასწავლებლებისთვის, ანუ FINEDU.gov.gz ცალკე კატეგორია გვაქვს მასწავლებლებისთვის, სადაც არის მზა გაკვეთილის გეგმები, არის სხვადასხვა რესურსები, ბროშურები, სახელმძღვანელოები, თქვენი კოლეგების მიერ შექმნილი რესურსებიც, ვიდეოებიც, თამაშებიც და ასე შემდეგ. ამიტომ ამ რესურსების გამოყენებაც შეგეძლოთ და კიდევ შეგიძლიათ, რადგან თქვენზე ცოტა ნაკლები რჩება, მაგრამ ისევ შეგიძლიათ გამოყენება. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგწეროთ FINEDUS მეილზე info@finedu.gov.gz, მოგწეროთ FINEDUS Facebook გვერდის მესენჯერით, ასევე დაგვირეკოთ ცხელი ხაზის მეშვეობით 464-406-ზე. კი ბატონო, ეს არის ის ინფორმაცია, რაც მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა და კითხვები თუ გაქვთ, ამასაც შემიძლია რომ ეხლავე გიპასუხოთ. ამირან გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავიწყებ მადლობით, იმიტომ რომ FINEDU არ გვაძლევთ მოდუნების საშუალებას მასწავლებლებს და სულ ვართ რაღაცნაირად სიახლების ძიებაში, რომ თქვენს მიერ შექმნილ ზღვა მასალას, რომელიც მუდმივად ვრცელდება და გაქვთ ძალიან კარგი ბანკი, ჩვენც რაღაცა სიახლები შევმატოთ ამ ყველაფერს. რამდენიმე ტექნიკური კითხვა მექნება, რახან უკვე დიდი ხანია დაანონსებული ეს ღონისძიება და ბუნებრივია პროექტი და ჩვენ რაღაცა ვიზრუნეთ ამ ყველაფერზე და ვემზადებოდით, მოკლედ. ახლა ფაქტობრივად გვაქვს რაღაცა ამის თავის მოყრის ეტაპი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო პირობები არ დავარღვიოთ და რაღაც ტექნიკურად არ დავახაროთ რაღაცა. პირველი რაც ამ წუთას მე მერტულება და თავმოყრაში წვალობ არის ის, რომ კონფიდენციალურობის ნაწილი და ეს ვთქვათ მოსწავლების არ გამოჩენა, ვინაიდან ეს ფოტომასალა რომელიც გვაქვს, ესე იგი დავბლაროთ უნდა სახეები, სალსახად თუ ბავშვის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ან ბლარს ვიყენებთ ამ შემთხვევაში, იგივე ვიდეო შემთხვევაშიც ვიყენებთ ბლარს. ანუ სახეებს არ ვაჩენთ. იმიტომ უბრალოდ რაღაცა ვიდეო მასალაში ეს ძალიან კარგავს მთლიან აღქმას რაღაცა პროექტის ნაწილს რაღაცა იმ მასალაში ცოტა ვერ ჩავაჟინეთ, ჩემ შემთხვევაში რაღაცა ეს სახების არ გამოჩენა, რაღაცა დაუკარგა ელფერი რაღაცა მასალას და რესურსს. მოკლედ ამაზე მესმის. ხო, ეს უფრო დამადასტურებელ მასალას ეხება, თუმცა კი, თუ მაგალითად აი ხშირად პრაქტიკიდან რაც არის ხოლმე, ხშირად მასწავლებლებს აქვთ Facebook გვერდები, ცალკე ჯგუფები, უფრო სწორად ან ბლოგები მასწავლებლის, სადაც უკვე ატვირთული არის ეს მასალა. ამიტომ ასეთ ტიპზე მათ ვერ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისედაც საჯაროა და ისედაც მასწავლებელი თვითონ აკეთებს ამას. ანუ ამის ბმულის გამოგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ დაუყარავად, მაგრამ თუ ცალკე არის ვიდეო, რომელიც იმისთვის გადაიღეთ, რომ მაგალითად დაგედასტურებინათ, რომ ეს ნამდვილად ჩავატარეთ და ეს ვიდეო მარტო ჩვენთან ხდება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მოკლედ დაფარული სახეები მოსწავლეების გამორიცხული.
კი ბატონო, ანუ ეგრე ვიზამთ, რომ მაქსიმალურად ეს ნაწილი არ დავარღვიოთ პირობები. მეორე შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მასშტაბურობა და გავლენა, რაც სასახად ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ჩემ შემთხვევაში, სულ მთლიანად სკოლაში 22 მოსწავლეა. ანუ ჩემ შემთხვევაში მასშტაბურობაზე როცა მიდგება საქმე, მე რა თქმა უნდა, მე განაცხადში ნახავთ რა გავაკეთე, რომ ეს გამეზარდა მასშტაბი, მაგრამ მაინც ბუნებრივია ეს ჩემი მასშტაბი მთლიანად მუნიციპალიტეტში 1200 მოსწავლეა. ანუ ჩემი მაქსიმალური მასშტაბი ფიზიკურად არ ცდება, ხო? ამიტომ ეს შეფასების კრიტერიუმებში რაოდენობით თუ ინდიკატორს ავიღებთ, რაოდენობით უჭირს თქვა რამდენი ადამიანი დაიფარა, იგივე სასკოლო საზოგადოების ნაწილი და ეს მარტო არ მოიცავს მოსწავლეებს, ხო? ეს რამდენად გათვალისწინებული ფაქტორი შეიძლება იყოს, ეს შემზღუდველი ფაქტორი ჩემთვის, რომ ფიზიკურად ჩემი არეალი არ ეძლევა საშუალებას, რომ დაფარის სკოლის ფიზიკურად არ მყავს ადამიანებისაც შეიძლება მე გამეზიარებინა ეს ჩემი აქტივობები. და პლუს ვიკითხა იმათაც, რომ მე სხვა სკოლებიც ჩავთი ამ ნაწილში და ეს იყო ჩემი ალტერნატივა, რომ გამეზარდა, თუმცა ეხაც რაოდენობა არ იქნება ეს ნაწილი და ეს ინდიკატორი რაოდენობრივ ჭრილში რამდენად გავლენის მომხდენი შეიძლება იყოს შეფასების ნაწილში, ამაზეც რომ მიპასუხოთ თქვენი სიტუაცია. კი, აუცილებლად, მადლობა, კარგი კითხვა არის ძალიან. ამიტომ აქ რაღაცა ორ გამოსავალს ვუტოვებთ, ესე ვთქვათ, მასწავლებლებს, იმიტომ რომ მცირე კონტინგენტიან სკოლებში ფაქტობრივად, ანუ ფიზიკურად არ არის მაგდენი მოსწავლე და ამიტომ მარტო მოსწავლეების რაოდენობას ვერ ავიღებდით ინდიკატორად. აქ უფრო მასშტაბზე და ზეგავლენაზე არის ის, რომ მარტო თქვათ ერთ კლასში კი არ ჩაატარეთ მთელი სკოლისთვის ჩაატარეთ, მარტო ბავშვებისთვის კი არ იყო, სხვა მასწავლებლებისთვისაც იყო. იქ შეიძლება მშობლებიც იყვნენ ჩართული, ანუ ყველაფერს მოიაზრებს და კიდევ ერთი ამ კრიტერიუმში იგულისხმება ის, რამდენად აქვს სამომავლოდ გამოყენების პერსპექტივა, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი მზა რესურსი იქნება, ან ისეთი აქტივობა, რომ აი ნებისმიერ დროს რო აიღოს სხვა მასწავლებელმა დამატებითი კითხვების გარეშე შეძლებს ამის გამოყენებას. ამიტომ ესეც გათვალისწინებული იქნება, რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი შედგენილი, რომ მომავალში აი თუნდაც მაგალითად ფინეთუთი გავავრცელოთ და ვთქვათ, რომ აი ესეთი კარგი მზა რესურსი არსებობს და შეგიძლიათ ყველა მასწავლებელს გამოიყენოთ. ანუ ორი ამბავია, ერთი რომ რამდენად მოხდა გავრცელება სასკოლო საზოგადოებაში, სადაც თქვა მშობლებიც შედის, სხვა მასწავლებლებიც შედის, ან სხვა სკოლებიც შედის და რამდენად აქვს სამომავლო პერსპექტივა, ანუ რამდენად კარგად არის მობილიზებული ისე, რომ სხვა ნებისმიერ დროს შეძლოს გამოყენება. ამიტომ აქ ყველაფერს შევხედავთ და მარტო აი რამდენ მოსწავლეს ჩაუტარეთ, ეგ არავითარ შემთხვევაში არ იქნება გადამწყვეტი. კი და ბოლო კითხვა და თან დავამთავრებ თქვენთან რაღაცა. ეს ერთი აი რაღაც კონკრეტული თამაშის შექმნის შემთხვევაში, სადაც გამოყენებულია კონკრეტული API, სადაც აპლიკაცია თუ საიტი, სადაც შეიქმნეს თამაში, ამ შემთხვევაში ცოტა ძალიან სპეციფიურია და აი გაზიარების ნაწილზე ვფიქრობ, რომ როგორ შეიძლება გავაზიარო ის შინაარსი, შიგთავსი ამ წვდომის ნაწილზე, როგორ თქვენ შეძლოთ ამის ხედვა და აი ამ ნაწილზე სკრინები ამ კონკრეტული თამაშის დეტალური ეტაპები რაღაცნაირად ასე გამოგზავნა შეგვიძლია პლუს რა თქმა უნდა იმ ლინკის სად როგორანაირად ანუ ეტაპები რაღაცა სკრინებად კი შეგიძლიათ ესე რა თქმა უნდა ანუ აღქმადი რო იყოს აი რას მოიცავს ეს თამაში და ფიზიკურად რო არსებობს და მართლა გამოყენებადი იყოს კეთილი მადლობა ძალიან დიდი და კიდევ ანუ რო გადავიდეთ ესეთი პლატფორმა არის ჩვენ ვერ დავინახავთ ამ თამაშს მაგალითად აი უყურე ეს თამაში რომ განვახორციელებენ რომ ბავშვებთან ადაპტირებადია და ცოტა თქვენ ამდენად მოგაწოდოთ და თამაში დაინახავთ თუმცა პრაქტიკულად როგორ იმუშავა ამას როგორ მოგაწოდოთ ამას ფიქრობ ანუ რომ ბავშვებმა ნამდვილად დატესტეს ეს ხო კი ნაბიჯ დეტალური ინსტრუქცია და სკრინები შეიძლება ჩადოთ როგორ ათამაშეთ და თქვათ რა ჩანდა იმიტომ რომ თამაში მარტო ონლაინ კი არ შეიძლება იყოს შეიძლება კლასში გააკეთოთ რაღაცა ბარათებით და რესურსი აგვიტვირთოთ რომ აი ამ თამაში რა ბარათები გამოიყენეთ და რა ინსტრუქცია იყო ანუ რა თქვით მოსწავლეებმა გააკეთეს და როგორ მიდის შეფასება ან შეჯიბრება თუა მოკლედ დეტალური ინსტრუქცია რო იყოს ამ თამაშის და თუ რაღაცა ონლაინ იყოს შესაბამისი სკრინებით რომ აი ნაბიჯები და მსვლელობა დავინახოთ და აღქმადი იყოს ჟიურის წევრებისთვის. მადლობა ძალიან დიდი და წარმატებებს გისურვებთ და მადლობა რომ გვანებიურებთ ასეთი კარგი კონკურსებით და ჩვენს мотиваციას გვაძლევთ რომ ბევრი რაღაცები გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა ამირან და წარმატებები თქვენც ასევე. სპეცსაც ხო არ გაქვთ შეკითხვა, შეგიძლიათ პირდაპირ ჩართოთ მიკროფონი და დასვათ.
კარგით, რადგან ნანა ამბობს, მე მგონი გისმენთ ნანა. მადლობას მეც გეტყვით ძალიან დიდ. შეკითხვები ბევრი მქონდა, მაგრამ იმდენად ამომწურავად გაეცით პასუხები, მანამდე გაგუშინ გადავხედე 2 დღის წინ უფრო სწორად ამ ყველაფერს და იმ შეკითხვებზე მივიღე უკვე ფაქტობრივად პასუხები დეტალურად. მადლობა თინათინ ამისთვის და დიდი მოლოდინი მაქვს. ძალიან დამეხმარა სიმართლე გითხრათ ეს თქვენი გვერდი, ფინედუს გვერდი. 2019 წელს განვახორციელე პროექტი, ბლოგიც მაქვს შექმნილი, საუკეთესო ანაბარი. მოკლედ ძალიან ისეთი მასშტაბური ის გქონდა. თუმცა აი მე პირადად გულღიად ვამბობ, რომ მაშინ ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ პროცენტების კუთხით, აი როგორც მათემატიკოს, მხოლოდ მაგ კუთხით მქონდა მე თვითონ ცოდნა ფაქტობრივად. და ეხლა რადგან გადავწყვიტე და ძალიან მომინდა და მოგვანდომეთ აი ამ თქვენი რეკლამებით, ფაქტობრივად დავჯექი და ჩვეულებრივად ჯერ მე თვითონ შევისწავლე ეს ყველაფერი და მე ბავშვებამდე აი ფაქტობრივად ვერც კი შევადარებ მაშინდელ განხორციელებულ პროექტს. ეხლანდელს. თუმცა მაშინ მე-11 კლასელებთან მქონდა მე საშუალო საფეხურზე და ეხლა განვახორციელე დაწყებით საფეხურზე ეს და რა ვიცი, დიდი მოლოდინი გვაქვს შეხვედრის თუ იქნება ამისი, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ამისი გადაწყვეტილება. თქვენს არჩევას პატივსცემთ. ძალიან დიდი მადლობა ნანა და მიხარია რომ ზრდაშიც დაგეხმარათ ჩვენი კი, ნამდვილად. ვახიარებ. წარმატებები თქვენს ველოდებით მოკლედ განაცხადებს, დედლაინს არ გადააშოროთ 15 ივნისამდე დრო გაქვთ რომ ეს თქვენი ნაშრომი და მართლა ამდენი რასაც უყურებ ხოლმე შორიდან მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები, ყველაფერს თავი ერთად მოუყაროთ და კარგად წარმოაჩინოთ და დაგვანახოთ, რომ უბრალოდ მართლა კარგად აღვიქვათ ყველაფერი ის, რაც გააკეთეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი შრომა დგას ამის უკან. თავიდან არ მოგესალმეთ დანარჩენებს მე და თინათინმა ფაქტობრივად დასაწყისში ვისაუბრეთ და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა. მადლობა. ამირან რაღაცას ამბობდით. ბოდიში ერთი კიდე კითხვა არ გამომჩეს, იმიტომ რომ ამ შეხვედრას გამოვიყენე მაქსიმალურად, რომ ყველა ეს კითხვა რა გამიჩნდა. იმაგისთვის არის ზუსტად აქტივობების ნაწილში, ხო? აი რაც თემატურად რაღაც კონკრეტული პროექტის სახელწოდებით გავარქვი პირობითად, რომელიც მოიაზრება რამდენიმე შიდა აქტივობებს, რა თქმა უნდა, ცალკე გაკვეთილების ხარჯზე, ხო? ეს აქტივობები ერთი აქტივობის ქვეშ გავწერო, თუ ცალკე აქტივობად გამოვიტანო, რა პრინციპით გავაკეთო, როგორი იქნება უპრიანი ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში თქვენ გადაწყვეტეთ კონკურსანტებმა როგორ ჯობია, თუ ეს რაღაცა ისედაც გაერთიანებული გქონდათ ერთი პროგრამის ქვეშ და საშუალება გაძლევთ ის სიტყვების რაოდენობა, რომ კარგად აღწეროთ თითოეული შემავალი აქტივობა და ჩაეტევით ამაში, ალბათ ჯობია, რომ ერთი პროგრამა გაერთიანდეს, ერთი პროგრამის ქვეშ შემავალი აქტივობები ერთად გაერთიანდეს, ან ერთი ტიპის აქტივობები, მაგრამ თუ იმდენად ბევრნაირი და მრავალფეროვანი აქტივობა იყო, რომ ამ ერთ ცხრილში ვერ ჩაეტევა, მაშინ ცალ-ცალკე შეავსეთ ამ აქტივობებს. 200-დან 800 სიტყვამდე და ანუ გამოდის რომ დამატება მომიწევს ფიზიკურად. შეიძლება რაღაცა მაგალითად ერთი დიდი პროექტი გქონდათ, შეგნით პატარ-პატარა აქტივობები და რაღაცეები გაერთიანოთ ერთ სიტყვაში. შედარებით ცოტა დიდი იყო, ცალკე გამოიტანოთ, ესეც შეიძლება. ანუ აქტივ პროექტ ბოდიშით თუ დაასრულეთ ამირან. თინათინ, ანუ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ცალ-ცალკე აქტივობებად გავშალოთ, ხო? ხო, ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ, თქვენ თვითონ შევაფასოთ, კარგი წარმოჩენა, ხო? თუ რაღაცა აი ერთი ტიპის აქტივობები იყო, მაგალითად, პერიოდულად ტარდებოდა გაკვეთილები, მაშინ თითოეული გაკვეთილის აღწერა არ მოგიწევთ, უბრალოდ დაწერთ რა სახებოდა ეს გაკვეთილი, რომ მაინც რაღაც ერთი ტიპის მეთოდები იქნებოდა ალბათ გამოყენებული, მაგრამ თუ რაღაც ძალიან განსხვავებულია და სხვადასხვა ტიპის იყო, შეგიძლიათ რომ ცალკე გამოყოთ, თქვენ თვითონ შეაფასეთ, ანუ ამაში რაღაც ფულებს არ დაგაკლეთ, თავარია რომ კარგად ჩანდეს ეს აქტივობები. მადლობა. კი ბატონო, კიდევ ხო არ არის რაიმე შეკითხვა? გამარჯობა, მე გვიან შემოგიერთით, ისმის ჩემი ხმა? დიახ, გისმენთ. და არ მომისმენია სამწუხაროდ. მოკლედ, მე მაქვს ესეთი კითხვა.
ანუ ჩვენ ასაც ვაკეთებინებდით ბავშვს, აი მაგალითად ვიდეო თუ არის, ან რაღაც პროექტი, რაზეც შემდეგ შეჯამების სახით თვითონ დაწერეს, პრეზენტაცია გააკეთეს მაგალითად, ან დებატები. ანუ ეს მტკიცებულებების სახით როგორ უნდა წარმოვადგინოთ, აი ფოტო რო იყოს, ბავშვები არ უნდა ჩანდეს, თქვენ გიწერიათ კიდევაც. ანუ ფოტოები რო იყოს, აი მაგალითად თამაშის, ან თვითონ ბავშვის გაკეთებული პრეზენტაცია და ვიდეო რო გამოვაგზავნოთ, ეგრე შეიძლება? კი, შეგიძლიათ და აი ამ მასალებზე ვთქვი ზუსტად, რომ თვითონ ვიდეოს ან ფოტოს ან პრეზენტაციას ფაილებს კი არ გვიგზავნით, არამედ სადმე თქვენთვის მაგალითად Google Drive-ზე ატვირთეთ, ანუ ფაილების გასაზიარებელ ნებისმიერ პლატფორმაზე, ერთ-ერთი არის Drive Google.com-ი, შეგიძლიათ ამაზე ატვირთოთ ერთიან ფოლდერში, რომ რაღაც ბავშვების მიერ შექმნილი პრეზენტაციები დაარქვათ, წვდომა გაუხსნათ და მე ამის ბმული ჩაგვიგდოთ და ჩაგვიგდოთ რა იმ განაცხადის ფორმაში მიუთითოთ ბმული, ანუ ჩვენ ბმულს დავაჭერთ, გადმოვალთ ამ ფოლდერში და აქ ვნახავთ ამ მასალებს. უბრალოდ ბავშვების სახელი და გვარები წაშალეთ და თუ ფოტოები არის, დაბლარეთ ან ემოჯი დაადეთ სახეებზე, რომ იდენტიფიცირებადი არ იყოს. მოკლედ, ფაილად არ გვიგზავნით, მაგრამ ესეთი რესურსების ატვირთვა შეგეძლიათ Drive-ზე და მე უბრალოდ ლინკი ჩაგვიწერეთ განაცხადის ფორმაში, რომ ჩვენ ლინკიდან გადმოვიდეთ და ვნახოთ. კარგით, ეს რადგან ეხება, ანუ აუცილებლად განხორციელებული აქტივობები არის, ხო? კი, რაც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეთ 2025-2026 სასწავლო წელი. გასაგებია. კიდევ გაკვეთილის გეგმებიც გიწერიათ, ხო? ეგეც არის ერთ-ერთი, ეგეც შეგვიძლია რომ გადმოვაგზავნოთ ალბათ, ხო? კი, მოკლედ ორი ნაწილია, ერთი არის აქტივობების აღწერა, მეორე არის რესურსი თუ შექმენი ცალკე აი დამოუკიდებლად, მაგალითად თქვენ თვითონ ააწყვეთ რაღაც გაკვეთილის გეგმა თავისი დანართებით, აქტივობებით, ბარათებით, ამის შესახებ ინფორმაციასაც ავსებთ და თვითონ ამ რესურსს, ანუ PDF-ში გექნებათ თუ PowerPoint-ის სახით გექნებათ, ამასაც Drive-ზე ტვირთავთ და ამის ლინკსაც გვიზიარებთ, რომ ნახოთ ფიზიკურად რა რესურსია. და აქტივობებში უშუალოდ შეგიძლიათ, რომ ფინედუს მიერ შექმნილი გაკვეთილის გეგმები ან თამაშები გამოიყენოთ აქტივობების განხორციელებისას. იქ უკვე რესურსებში წერთ, უთითებთ ისეთ რაღაცებს, რაც თქვენ თვითონ შექმნით. ანუ მაგალითად სხვადასხვა სახელმძღვანელოებში თუ არის კროსვორდები, ან შეიძლება სხვა მასწავლებლის გაზიარებული იდეა, ამას უთითებთ, ხო? მაგალითად, რომ ამ სახელმძღვანელოში ვიპოვეთ ეს რესურსები და შეიძლება ძალიან კარგი იყოს, ოღონდ არ იყოს, თქვათ, სახელმძღვანელო, მაგრამ სხვა ჩვენი მოძიებული. უნდა მიუთითოთ, ხო ეგეც? კი, ამას ალბათ აქტივობებში გამოიყენებდით, იმიტომ რომ თუ რაღაც გაკვეთილი ჩაატარეთ ან აქტივობა დაგეგმეთ სკოლაში, ეს ჩაითვლება თქვენ მიერ განხორციელებულ აქტივობად, მაგრამ ამ აქტივობის ფარგლებში ნებისმიერი რესურსის გამოყენება შეგეძლოთ, ანუ თქვენი, ფინედუსის, სხვა კოლეგის ან რაღაც ინტერნეტში ნაპოვნის. კარგით, კიდევ ხო არ გაქვთ რაიმე შეკითხვა? მარიკა, თქვენ რადგან გვიან შემოგვერთით და სხვას ვისაც გვიყურებს, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს შეხვედრის ჩანაწერი აიტვირთება დღესვე ფინედუს YouTube არხზე. განაცხადის გამოგზავნის ფორმასაც დავორთავთ საინფორმაციოდ, რომ ვინც ვერ მოახერხა შემოსვლა, ან შემდეგ დაინტერესებს რამე, შემოვიდეს და თავიდან უყუროს მოკლედ ამ ჩანაწერს. კარგით, კიდევ ხო არ არის რაიმე შეკითხვები? კარგით, მოკლედ ნებისმიერ დროს, როდესაც ბოდიში კიდევ ერთი რახან. კი. შედეგები 1 სექტემბერი და მე მგონი 7 სექტემბერი 8 სექტემბერია ხო, ფინალისტების 5 შერჩეული ფინალისტების გამოვლენა და აი ფორმატისზე, ნუ ეგ ახლა ჯერ ადრე ამის საუბარი, მაგრამ აი შერჩეული ფინალისტების აი როგორ მოუწევთ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, პრეზენტაციის სახით წარადგენენ ფინალზე თუ რაღაც სხვა ფორმატი იქნება შეიძლება? არა, დამატებითი პრეზენტაცია აღარ იქნება, რადგან მოკლედ, რადგან კონკურსის პირობებით ესევე გქონდა თავიდან განსაზღვრული 5 ფინალისტი და აქედან ერთი გამარჯვებული, დამატებით ეს 5 ფინალისტი აღარ შეეჯიბრება ერთმანეთს, უკვე წარმოდგენილი მასალების და აპლიკაციების მიხედვით მოხდება პირდაპირ მოხდება გამოვლენა, კი. ანუ დამატებითი ეტაპი არ იქნება, რომ 5 ფინალისტი თავიდან წარმოაჩენს, თუმცა
დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი ნამუშევრები შემოვიდა, ალბათ 5 ძალიან ცოტა. ამაზე ვიფიქრებთ, რომ უბრალოდ პრეზენტაცია, აი კონკურს გარეშე, ესე ვთქვათ, როგორ წარმოადგინონ, იმიტომ რომ რაღაც არავის ნაშრომი მაინც არ დაიკარგოს და ფართო საზოგადოებას გაუზიაროთ. თუმცა ეს კონკურსში არ იქნება, რასაც აგზავნით, იმის მიხედვით ვლინდება მოკლედ ფინალისტიც. ერთი გამარჯვებული უბრალოდ. თინა, გასულ წელს მე მგონი საფეხურების მიხედვით იყო და წელს შეიცვალა, ხო, ეს არჩევა ფინალისტების? თუ არ იყო ჩვენ მქონდა ერთ მასწავლებლების კონკურსში 2023-ში, მაშინ იყო რომ საფეხურების მიხედვით ყველა საფეხურიდან უნდა ყოფილიყო. ეხლა არ აქვს მოკლედ მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე განახორციელებთ. შეიძლება ყველამ დაწყებითმა გაიმარჯვოს, ან ყველამ საბაზომ, ან ყველამ საშუალო. არ გვაქვს ესე თქვა კვოტირებულად, რომ საიდან რამდენი უნდა. გაყოფილი არ არის კი და თქვენს ნებისმიერი საფეხურისთვის შეგიძლიათ. გასაგებია. კარგით, კიდევ ხო არ არის რაიმე შეკითხვა? მოკლედ შეიძლება მერე გაგიჩნდეთ შეკითხვები, არ არის პრობლემა, ფინედუს მესენჯერში მოგწერეთ, ან პოსტაზე მოგწერეთ, ან ცხელი ხაზის მეშვეობით დაგვირეკეთ და მოკლედ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფ ვადებში გვიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ველოდებით თქვენს ნამუშევრებს და დაგემშვიდობებით, მოკლედ თუ აღარ არის მეტი შეკითხვები. მადლობა დიდი. მადლობა წარმატებები. დიდი მადლობა, კარგად იყავით.